რასაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, სწორად იქცევა. ანუ სააკაშვილი სწორად იქცევა ზოგადად, იმიტომ რომ რა ვიცი, მეც ასე მოვიქცევოდი, ოღონდ დაგვიანებით აკეთებს ამას. ანუ ეს უნდა გაეკეთებინა, მაშინ გვარამიამ ეს კამპანია დაიწყო 24 წლის არჩევნების წინ. მისი პარტიის წევრები რო წუწუნებდნენ ჩვენთან რომ აი ეს გვარამია ხმას გვართმევს და ჩვენ აქტივისტებს იყენებენ, ჩვენ ხარდაჭერებთან დადიან, ჩვენი ბაზები აქვთ და ხმას გვართმევენ და მიშამ ხმა უნდა ამოიღოს და ამ შემდეგ აი მაშინ უნდა გაეკეთებინა ეს. მაგრამ მაშინ გააძარცვინა საკუთარი პარტია, რა მოტივებიც უნდა ქონდა, ფული დააკარგინა, ადგილები დააკარგინა და ასე შემდეგ. და როცა რომელიღაც პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სწორ გაწოლებას იღებს, ჩვენ სულ ვაქებდით ხოლმე, მე არც ქართული ოცნების შექება მომერიდება თუ რამე სწორს გააკეთებენ ამ ქვეყანაში. უბრალოდ პრობლემა ის რაშია, ბოლომდე სიმართლეს არ ვლაპარაკობს. აი როცა ამბობს რომ ჩვენი მესიჯი ბოქსებიო ემთხვევაო, აი მაგალითად არ ემთხვევა, იმიტომ რომ ემთხვევა მარტო იმ ნაწილში რომ გვარამიამ ბიზნეს ფულით ჩაატარა არჩევნები. ეს უკვე ყველა მაღიარ. ჩვენ არ მოგვიგონია ზოგადად საერთოდ ლელოს ლიდერმა დათვალა ასე თქვა ეს ყველაფერი და აქედან წამოვიდა ეს ისტორია და მე უკვე ჩვენ გავიტანეთ ეს საჯარო სივრცეში. და ასე შემდეგ და შემდეგ ყველა თანხდება ამ ამბავს. მაგრამ რასაც მიხეილ სააკაშვილი არ ამბობს ბოლომდე, არის მისი ბრალეულობაში მდგომარეობს, იმიტომ რომ ამ ისტორიის ნაწილი არის ასევე ის, რომ მთელი ოპოზიციის დიდი ნაწილი გავიდა ბოიკოტში. და ეს ბოიკოტი იყო შეცდომა და ეს იყო რაც ქართულ ოცნებას აწყობდა. ანუ მიხეილ სააკაშვილი ამას ვერ აღიარებს, იმიტომ რომ თვითონ არის შემოქმედი, თვითონ გამოურეცხა თავის ამორჩეულს ტვინები და დააჯერა რომ თუნდაც ბოიკოტი რაღაც კარგს ნიშნავს. და არც ერთ ევროპულ მეგობარს არ უთქვამს რომ ბოიკოტში გადით მანდატები დახიათ და არჩევნებში არ მიიღეთ მოწვევა. არც ერთ ამერიკელს არ უთქვამს. არასდროს არ ყოფილა ეს რომ ვინმეს რაღაცა ესეთი რამე გეგმა ქონოდა. ყოველთვის იყო ეს მათ შორის ნაციონალ მოძრაობის ეს თქვა აქტივიზმის შედეგი. და ამორჩეულმა ასობით ათასმა ადამიანმა ამ ქვეყანაში დაიჯერა რომ ბოიკოტი თუმცა რაღაცას ნიშნავს. და რაშიც ცდება მიხეილ სააკაშვილი არის ის რომ აი ეს 24 წლის არჩევნების შემდეგ რაც მოხდა ის სწორად მოიქცა გვარამია. და მეორე რაშიც ცდება და რაც მე ძალიან მაინტერესებს რომ როდესაც თქვა მივა ამ ეტაპამდე თუ გახსოვთ თავიდან ამბობდა რომ გილაურიო და ბიზნეს ფულიო, მაგრამ არ ამბობდა გვარამიას. მე ნელა გვარამიაც გახდა ასე თქვა მოსყიდული, მაგრამ აი გვარამიას თანაპარტიელები აი რო ხედავდნენ რომ ამდენ მილიონები რო იხარჯება, უბრალოდ რო ხედავდნენ, ისინი მოსყიდულებში უნდა გავიყვანოთ თუ სულელებში. აი სანამ ისე გამოდის რომ ერთი მოსყიდულია მილიონებს ხარჯავს და მისი თანაპარტიელები არაფერში არიან, ნუ აი როგორ გითხრათ, ეს არ არის ბოლომდე ნათქვამი სიმართლე. ჩვენ სულ მიდრეკილი ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე, მაგრამ იმით განსხვავდებით დანარჩენი პარტიებისგან, რომ ჩვენ ამას პატრიოტებთან და საჯაროდ ვაკეთებთ. აი ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობდით საგამოძიებო კომისიებზე პარლამენტში მაგალითად. ქართულ ოცნებასთან გენერალური კვოტები გავაუქმებთ, მაგრამ არც ერთხელ არ ქონია ფაქტი, რომ ვისთან ვითანამშრომლეთ ისე რომ ხალხმა არ იცოდა.